ღმერთს მადლობა კიდევ ერთი წირვის საშუალება რომ მოგცა და მადლობა იმისათვის ზოგადად რაც გვაქვს. ყველას გილოცავთ ვინც ეზიარეთ, საკურნებელი იყოს სულის და ხორცის თქვენი ზიარება ქრისტეს უხრწნელ საიდუმლოებებთან და ღმერთმა გაგაძლიერეთ, ღმერთმა დაგლოცოთ. გილოცავთ დღევანდელ დღეს სულთმოფენობიდან პირველ კვირას მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენებს ყველა წმინდას, ამიწოდება ყოველთა წმინდათა კვირიაკეთ, ანუ ამ ხალხში, ვისაც დღეს ეკლესია მოიხსენებს, შედის ყველა წმინდანი, ვინც კი ასე ვთქვათ, ღვთის წიაღში განისვენებს და ჩვენ წინა კვირას სულთმოფენობა ვიზეიმეთ, საუფლო დღესასწაული, რომელსაც წმინდა მამები ასევე ეკლესიის დაარსების დღედ მოიხსენებენ და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ვზეიმობთ უკვე მოზეიმე ეკლესიის დღეს, იმიტომ რომ ღვთის წიაღში განისვენებენ ეს ყველა წმინდანი, მოწამეები, აღსარებლები და ასე შემდეგ, ყველანი ვინც და ყველას ფარველი წმინდანის დღეა დღეს, ვისის სახელს ატარებთ, ვის სახელზე ხართ მონათლული და ყველას გილოცავთ ამ დღეს, შეგეწიოთ თქვენი ფარველი წმინდანები და ღმერთმა ქნას, რომ მათი ცხოვრება მეტნაკლებად ყველამ უნდა ვიცოდეთ, ვის სახელს ვატარებთ და როგორი ცხოვრებით გამლეს მათ თავისი ასე ვთქვათ სარბიელი ამ ქვეყნიური და შესაბამისად ჩვენ უნდა ვიყოთ მათი მიმბავძელები. სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს მაგ კუთხით, რომ ვის სახელსაც ვატარებთ, ისი მიმბავძველები უნდა ვიყოთ ცხოვრების წესით და უნდა ვიყოთ მტკიცე აღმსარებლები ჩვენი სარწმუნოებისა და სწორედ აი დღევანდელ სახარებაში ზუსტად ეს წავიკითხეთ ჩვენ, როგორ იწყებოდა დღევანდელი სახარება, რომ ვინც მაღიარებს მე კაცთა წინაშე, ვაღიარებ მეც ჩემი ზეციერი მამის წინაშე, მაცხოვარი ეუბნება ხო მოციქულებს და ვინც მე არ მაღიარებს მამის წინაშე, იმასაც არ ვაღიარებ და აღიღეთ ჯვარი და შემომიდეკით მე. და ამ კითხვა, ასე ვთქვათ, ამ მაცხოვრის ამ ფრაზაზე, ამ წინადადებაზე მეტნაკლები პასუხი დღეს აი მე დავითნეს მიერ ამოკითხულ სამოციქულოში გაგვეცა თუ რას ნიშნავს ის, რომ ვაღიაროთ ჩვენ მაცხოვარი კაცთა წინაშე. ჩვენ მარტო სიტყვით არა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სიტყვით უფრო ადვილია, რომ ყველამ თქვათ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, მაგრამ საქმით არის ამის დამტკიცება ცოტა რთული და ჩვენ ყველამ ამის შემსწრეები ვართ, ჩვენ არ ვართ ისეთი ქრისტიანები, რომლებიც საქმით ვამტკიცებთ ჭეშმარიტ ქრისტიანობას და აი სამოციქულოში ამოკითხული ის მონაკვეთი რაც ეს წავიკითხეთ ხო ლიტურგიაზე, სწორედ ამას გვეუბნება, როგორ უნდა აღიაროს ადამიანმა ქრისტე ყველას წინაშე. და იქ ამოიკითხა მე დავითნემ, რომ ეს მოწამეები ვინც იყვნენ, ქვით განიტვინეს, ზოგი განიხერხნეს, ზოგი ხალენები და თხის ტყავებით დადიოდნენ და არაფერს არ უშინდებოდნენ, არც დღის სიცხეს, არც ღამეს, არც სიცივეს, არც ყინვას, არაფერს არ უშინდებოდნენ და თავისი ცხოვრებით დაამტკიცეს ქრისტეს სარწმუნოების ჭეშმარიტება და სწორედ აი ამას ნიშნავს კაცთა შორის ღვთის აღიარება ადამიანთა წინაშე, რომ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ჩვენი საქმით უნდა ვიყოთ ქრისტიანები და შემდეგი ფრაზა, რომ აღიღეთ ჯვარი და შემომიდეკით მე. ყველა მიცით ჯვრის აღებაში რაც იგულისხმება ის, რომ ჩვენ ყველანი ქრისტიანები ზად უნდა ვიყოთ ამ ქვეყნიური განსაცდელებით. არ არის ეს ქვეყანა იავარდით მოფენილი და მით უმეტეს ქრისტიანის გზა არ არის ადვილად გასავლელი, არ არის კომფორტის ზონა ქრისტიანობა, ასე ვთქვათ, ქრისტიანული ცხოვრების წესი. მისი ცხოვრება ახსავსი არის განსაცდელებით, ჩვენი ცხოვრება და სწორედ აი მას ნიშნავს ჩვენი ჯვრის აღება და მაცხოვარზე გაყოლა, რომ აი ამ განსაცდელების დათმენით და მისი იმედით და მისი რწმენით უნდა ვიაროთ ამ ასე ვთქვათ, სანამ ხორცში ვართ და სანამ ამ დედამიწაზე ვცხოვრობთ და გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ ქრისტიანები ვართ. არ არსებობს განსაცდელი, რომლის დათმენაც არ შეიძლებოდეს ღვთის იმედით. არ არსებობს განსაცდელი, რომელსაც ღმერთი ადამიანს მოულენს ისეთ განსაცდელს, რომ ის მან ვერ იტვირთოს. და როგორ უნდა იტვირთოს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ღმერთზე დაყრდნობით, ღვთის იმედით, ღვთის რწმენით, რომ ღმერთი შეეწევა განსაცდელის დაძლევაში. საჭიროა ჩვენი ცხოვრებისთვის განსაცდელები, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, როგორ ვთქვა, იმიტომ რომ სხვანაირად ვივიწყებთ ხოლმე ღმერთს. როცა კარგად ვართ, ღმერთი არ გვახსენდება და ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ განსაცდელები გვახსენებენ ღმერთს და ამიტომ ეშვება ხოლმე ჩვენზე ეს ყველაფერი. და შემდეგ რას ეუბნება მაცხოვარი თავის მოციქულებს, რომ ვისაც ჩემზე მეტად უყვარდეს დედა, მამა, შვილი, ცოლი, ვინც აგარ აქვს უფრო მეტად აქცევს ყურადღებას ზოგადად ამ ქვეყნულ სიკეთეებს, ის არ არის ჩემი ღირსი.
ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ოჯახის წევრები არ უნდა გვიყვარდეს მაცხოვარი, მაგას არ ამბობს არანაირად. უბრალოდ უნდა გვახსოვდეს ჩვენ წყალობა, რამხელა წყალობაა ჩვენზე მოგებული ღვთისგან და უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ რაღაც ჩვენაც გაგვაჩნია, არის ეს ღვთისგან მოგებული წყალობა და შესაბამისად მასზე წინ არავის არ უნდა ვაყენებდეთ. არ უნდა დაგვავიწყოს ჩვენმა მშობელმა, ჩვენმა შვილმა, ჩვენმა რა ვიცი, სახლმა იქნება თუ სხვადასხვა საზრუნავებზე ფიქრმა არ უნდა დაგვავიწყოს უმთავრესი, ვინც არის ღმერთი არ უნდა დაგვავიწყოს, იმიტომ რომ ჩვენ როცა გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ ვართ ქრისტიანები, შესაბამისად უნდა ვიცოდეთ ისაც, რომ თუ რამე გვაქვს, ეს არის ღვთისგან მოგებული წყალობა ჩვენზე და ჩვენ ღვთის გარეშე არა ვერაფერს საკუთარი ძალებით ვერაფერს ვერ შევ. როგორც კი ადამიანი საკუთარ ძალას მიაწერს თავის რაღაცა კეთილდღეობას, იმ წამსვე ხდება ხოლმე მე უკვე ისე მიდის მის ცხოვრება, რომ ხდება რომ არ ძალუց მას თავისით არაფერი. თუ ღმერთმა არ მოიღო წყალობა და ეს ყველაფერი ქრისტიანმა ყველაზე კარგად უნდა იცოდეს. ამიტომ ღმერთი შეგვეწიოს, ღმერთმა გაგვაძლიეროს, რომ აი ეს დღევანდელ დღეს ამოკითხული სახარება იქნება, სამოციქულო იქნება თუ წმინდათა ცხოვრება, განვლილი მოწამეების, ღირსი მამების, ყველას აღსარებლების, ყველას ცხოვრება გავითავისოთ, ვიყოთ მათი მიმბაძველები და რაც თავარია ღვთის სიტყვა აღვასრულოთ და ღვთის სიტყვით ვიდოდეთ ამ ქვეყანაზე, იმიტომ რომ ჩვენ თუ რამე გავყვება იმ ქვეყნად არც რაღაცა სიმდიდრე რომელსაც მოვაგროვებთ და ასე შემდეგ არაფერი ამ ქვეყნიდან ჩვენ არ გავყვება გარდა ჩვენი პირადი საქმეებისა და გარდა ჩვენი სულიერი მდგომარეობისა. ღვთის წინაშე სწორედ აი ამითი ესე წავსდგებით და შესაბამისად ამ ქვეყანაზე სანამ ვართ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სულის ასე ვთქვათ მომზადებისთვის, ჩვენი სულის ხონებისთვის. აქედან უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი და აი ესე უნდა ვიყოთ, რომ ხმამაღლა არ შეგვწყვეს არასოდეს იმისა, რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები, იმის აღიარების არავის წინაშე, ღმერთმა ამისგან დაგვიფაროს. მაქსიმალურად მზად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი განსაცდელები ღირსეულად ვიტვირთოთ ღვთის იმედით და ღვთის წყალობით და ღვთის ასე ვთქვათ დახმარებით და არავინ ღმერთზე წინ არ უნდა დავაყენოთ, თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრი იყოს, იმიტომ რომ გვახსოვდეს, რომ ყველანაირი ამ ქვეყნების სიკეთე კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ეს არის წყალობა ღვთისგან მოგებული ჩვენზე. ამიტომ გიყვარდეთ თქვენი მშობლები, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ღმერთია უმთავრესი და ღმერთი არის ყველაფრის კურნალი, ყველაფრის წყარო, ყველანაირი სიკეთის წყარო, ყველანაირი კურნების წყარო და ყველანაირი ასე ვთქვათ სიმშვიდის და ყველაფრის წყარო ერთ სიტყვით. ამის დაიმახსოვრეთ ყველამ კარგად. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიერო. ღმერთი შეგეწიოთ და კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ორშაბათიდან როგორც მოგეხსენება თვალიდან უკვე მარხვა იწყება მოციქულთა საპატივცემულოდ, მოციქულთა თავთა პეტრე პავლობის მარხვას ვეძახით ამ ყველაფერს და რა არის მთავარი ქრისტიანისთვის? რა თქმა უნდა, ჩვენ ძირითადად ჭამაზე ვფიქრობთ ხოლმე. რა ვჭამოთ, რა გვეჭმევა, ის შეიძლება, ეს შეიძლება. მაგრამ არ ვფიქრობთ იმაზე, ადამიანებთან როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს. ამიტომ მთავარი მარხვა იცოდეთ, რომ ეს არის ადამიანებთან ურთიერთობა და ადამიანთან ურთიერთობაში ზომიერების შენარჩუნება და არ შევჭამოთ ადამიანებმა ერთმანეთი. აი ეს არის მთავარი მარხვა. მარხვა სულიერი, თვალით მარხვა, ნაკლებად რაღაცების ყურება, რამაც შეიძლება ჩვენ გადავგდრიკოს და ცოტა ცდუნება შემოვიდეს. ენით მარხვა, ნაკლებად ამაოსაუბრები და ნაკლებად ვინმეს განკითხვა. სმენით მარხვა, როცა ვიღაცას რაღაცა ცუდს გესმის, თუ მიიღეს, ყველაფერი შეიძლება შენ საყო და შენს მერე განკითხვაში გადავარდი, ამიტომ ჯობია ეგეთ რაღაცებისგან თავი შევიკავო. ზუსტად მაგას ქვია, თავშეკავებაა ეს ყველაფერი. პირველ რიგში ქრისტეს ცნებების დამარხვა არის მარხვა და ღმერთმა ყველა გაგვაძლიეროს, რომ ღირსეულად ჩავატაროთ. ეს დაახლოებით 3 კვირა გაგრძელდება და ღმერთმა ძალა მოგწეს, რომ რასაც თავის თავში მარხვა გულისხმობს და რასაც სულის კურნება რამაც უნდა მოახდინოს, ასე ვთქვათ, ამ ჩვენი მარხით, აი იმაზე ვიყოთ კონცენტრირებული და ის ვაკეთოთ, რომ ღირსეულად გავნოთ ეს სარბიელი მარხვისა და ღირსეულად მივიახლოთ ხოლმე მეტნაკლებად ღირსეულად მივიახლოთ ხოლმე მაცხოვრის უხსნელ საიდუმლოებს და ესე ღირსეულად ვეზიაროთ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ჩვენთან არის ღმერთი.